დღეს მე შევეცდები ვისწავლო მხოლოდ 3 საათში. ეგრევე რომ აი ბალანსი გადახვიდა და კუთხეზე მაგას არ ვცდილობთ. გამომხსენით აქედან. რაც ინსტრუქტორმა მითხრა რომ თითქმის შეუძლებელია და აქამდე არავის არ გაუკეთებია. ვაფშე ვერ აწევინებს. უმეტსაც ვერ გავივლი. და თუ მე ამ ყველაფერს წარმატებით შევასრულებ, საშუალება მექნება ერთ თქვენას გაჩვქოთ უფასო ვილის გაკვეთილი. პირველად მოტოციკლეტი 16 წლის ასაკში ვიყიდე და მახსოვს როგორ ველოდებოდი. მალე გამხდარიყავი 17 წლის რომ ამეღო მართვის მოწმობა. ჯამში დაახლოებით 8 მოტოციკლეტი გამოცვალე, მაგრამ არც ერთზე არ მქონია საშუალება მევარჯიშა ვილიზე. ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე რომ პირველი ჩელენჯი და ოსნების ახდენა იქნება მოტოციკლეტებზე და ვილის გაკეთებაზე. მოკლედ დღეს ვიმყოფებით Motoholics სკულში. ჩემთან ერთად არის ნიკა, რომელმაც უნდა მასწავლოს ვილი. მივესალმებ შენს წამოწყებას, ვფიქრობ ძალიან საინტერესო და ძალიან კარგი წამოწყებაა. უფრო ექსტრემალური პირობები იქნება, როგორც ვატყობ და კარგი ჩელენჯები იქნება საკმაოდ. გამოიწერეთ აუცილებლად და თვალიადევნეთ. პირველ რიგში სკოლა, ჩვენი სკოლა არის Motoholic-ი. სკოლის ნახვა შეგიძლიათ motoscola.g რო დასერჩოთ, ჩვეულებრივად შემოხვათ ჩვენ საიტზე, ნახავთ ყველა პირობებს და ყველა გაკვეთილებს რაც გვაქვს. დღეს ნიკუშამ უნდა ცადოს ვილის გაკეთება და გვექნება 3 ეტაპი. ჩემი მიზანია 3 საათში დავძლიო 3 ეტაპი. პირველი ეტაპი ბეიბი ვილი და უკანა მუხრუჭზე მიჩვევა იქნება. მეორე ეტაპი 20 მეტრის გავლა, ხოლო მესამე ეტაპი 30 მეტრის გავლა. პირველი ეტაპი იქნება პატარა წამოწევები. აუცილებლად ფეხი უნდა შევაჩვიოთ, რა თქმა უნდა, არ ჭირდება ბეიბი ვილის დროს მუხრუჭი. უბრალოდ უნდა შევაჩვიოთ, რომ გადაგვივიდეს რეფლექსში რა, რომ კარკუთხეზე როცა წავალთ, ტორმოზი არ ვეძებოთ, იმიტომ რომ არავის არ ახსოვს ხოლმე კარკუთხეზე ტორმოზი. სუფეხი უნდა გეწოს. ხო, ყველა იბნება და ტორმოზზე ეცექებიან ხოლმე, ზოგი ირავდება, ზოგი ისე იმაშვება, ახეთქებს მოტოციკლს და ისე საშუალოდ გეტყვით, რომ კურსში არის 10 გაკვეთილი და ადამიანებს, რომლებსაც ვილი არ გაუკეთებიათ, ეს 10 გაკვეთილი ზოგს ყოფნის იმისთვის, რომ თავის მოტოზეს გადაიტანონ პრაქტიკა და გააკეთონ, ზოგს არ ყოფნის. ეს უკვე ადამიანის ათვისების უნარებზეც არის დამოკიდებული და შენი ათვისების უნარების შესაძლებლობებით ვნახოთ მოკლედ რა როგორ იქნება და ვეცადოთ ყველანაირად. წავიდეთ, აბა. დავიწყოთ, გადავიდეთ უკვე პრაქტიკა. ეხლა ვართ უკვე ადგილზე, სადაც ვილის მანძილი გვაქვს გათვლილი, სადაც გაივლის, მობრუნდება და უკან მოვა რა და ამ მანძილზე ივარჯიშებს. გააკეთებს პატარა ვილის, დადებს, გააკეთებს დაბალი, რაც შეიძლება დაბალი სიჩქარიდან, ეცადე რომ წამოაღებინო, ტორმოზ შეეხო გადო. ტორმოზი ეს ცებლენით ვაკეთებთ და არა გას. ხო, ცებლენით გავაკეთებთ, მაგას აგიხსნით. უბრალოდ რას მიაქცე ყოლადღე ნახე, ამ ხელაზეც რო წამოიღოს ხვირი თავიდან რა, ეხლა ჩვენ უნდა შევეჩვიოთ მუხრუს. ეცადე რომ ფეხები მოტოდან არ გადმოყარო და უბრალოდ მუხრუს დაადგი ხოლმე ვილს რო გააკეთებ. ეგრევე შეეხე ტორმოზს. რომ ეს ყველაფერი გადავზარდოთ რეფლექსში და სადღაც რო დაგჭირდება არ ვეძებოთ ტორმოზი და არ ვიფიქროთ მაგაზე. გარბენი გაიარე, შენ უბრალოდ შეეჩვიეთ თვითონ სტენდს, ნახე როგორ მანევრირებს, რა შვება და მე უკვე ვილის გავაკეთოთ. ნახოთ მოკლედ რა გამოვა, ეხლა დავждები და გავაკეთებ პირველ გარბენს. პირველი გარბენის მიზანი იყო შევჩვეოდი მოტოციკლეტის და პლატფორმის მანევრირებას. ხოლო ამის შემდეგ გადავიდოდით უშუალოდ წვირის აწევაზე. ნახე, ცეპლენას რომ მოუჭერთ სიტყვაზე, პატარა გაზს ხო დავახვედრებთ რა, ცეპლენის გაშვებასთან ერთად უნდა დავახვედროთ გაზიც. ამ მოჭერილი სანამ არის, მაგრამ აი ნახე ხო, ოდრა ხო დავიზარით, გავგორდით რა. უცებ ცეპლენიას მოუჭირეთ გაზი რაღაც დონეზე ნივეცით და გაუშვით უცებ ცეპლენიას. ამ შემთხვევაში შენ თუ იგზნობ რომ ბაიკ ძალა არ იყო, ცოტა მეტი თავიდან შენელდები და ისევ იგივე პრინციპით ცდი უბრალოდ მეტი გაზით. და აქ არაფერს არ უყურებ, უსმენ მხოლოდ ბაიკის ხმას. всё. აქ დაივიწყე ყველაფერი, უყურებ გზას და უსმენ ხმას. სხვა არაფერი. თეორიული ახსნის შემდგომ დადგა დრო, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში გამომეყენებინა და გადავსულიყავით ჩელენჯის პირველი ეტაპის შესრულებაზე. პირველი ეტაპის დასაძლევად ვცდილობდი, რომ უბრალოდ წამომეწია ცხვირი და მეხმარა უკანა მუხრუჭი. ეს ყველაფერი იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე მეგონა. უკანა მუხრუჭზე ფეხის დაჭერა ხშირად მავიწყდებოდა ან საერთოდ ვერ პოულობდი პედალს. ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ საჭირო რაოდენობის გაზი უნდა გამომეყენებინა და სწორ მომენტში გამეშვას ცეპლენიაზე ხელი. თან ეს ყველაფერი სინქრონში უნდა გამეკეთებინა. დაახლოებით 30 მცდელობა დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი კარგად ამეთვისებინა. ამასობაში კი 10 წუთიც გავიდა და ნელ-ნელა უკვე ვიღლებოდი. მაგრამ იმის გააზრება, რომ ჩელენჯის პირველი ეტაპი უკვე წარმატებით გავიარე, დამატებით мотиваციას მაძლევდა. გადავწყვიტე 5 წუთით ამესვენა და შემდგომ გამიგრძელებინა ვარჯიში. ვაღიარებ ძალიან დამღლელია და ხელები უკვე მტკივა იმენა, თან დაძაბული ხარ საკმაოდ მაინც გეშინე, რაც არ უნდა დაცვა იყოს. აი გიჟი იმენა. დასვენებები დაგჭირდებაო, მოკლედ და ეს კიდე უფრო ართულებს იმ 3 საათიან ჩელენჯს გაატრიალე, ნახე როგორ მოდის. აკენი. ბიჭო, აი რაღაც რამდენჯერმე ავწიე რა. ო, ნელ-ნელა დავმიგანებ რა. ვიდა, მიდი ნელ-ნელა და. აი.
მოკლედ 2-დან 5 წუთამდე დასვენება მაინც გჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი რო ივლი, მე უკვე ვეღარ გაჩავ, თან ძალიან ზეა. და მოხვევა როგორც ნიკა მახსენა ძალიან რთულია და ძირითადად ცხვირის აწევაზე მეტად მოხვევის დროს ვიღლები და პირველი 10 წუთი გავიდა, ეხლა რაც ნახეთ ცხვირის აწევის ცდილობები ეს პირველ 10 წუთში იყო და ეხლა უფრო წინ წავიდეთ, მოკლედ აბა ვნახოთ რა გამოვა რა. შეგდებაში მოდის, მაგრამ მაინც დაართულია. გამარჯვებას მეგობრებო, როგორ ზანდებით? ხო და პრობლემა არის რა, არის ფიქრო ის რომ სწრაფად წახვიდე და სიჩქარემ დაგიჭიროს ბალანსი რა. თავიდანვე არყი, ტოჩკა დაიჭირე და ეცადე რომ იმ ტოჩკაზე გავგრძელო სხვა რა. და რომ თავიდანვე ხამიეც. ბოდიში გეტყვი და იქნებ ეგამის აი როცევ. აღასნაირად ინსტინქტურად წინ მივდივარ ტანი. ხო, ვიცი ეგ არასწორი არის, ნახე. გაკეთების მომენტში როდესაც გაარტყავ, ეცადე რომ ხელები გაშალო და ერთით გადახვიდე, გადაიწიო უკან რა. იქ ტანი ხერხერ ბალანს, ხო? აი, ამას აკეთებ, აი ზუსტად ეს ტალჩოკი უნდა გააკეთებ, ტალჩოკს როც გააკეთებ, ეს ერთი წინ გაწიე, ეს ტანი ჩააგდე და ეცადე რომ ტორმუზე, ცეპლენიაზე და გაზზე ერთად დაეკიდო რა. გაჩვენო? ცეპლენიაზე როგორ დაეკიდება? აი, ნახე, ცეპლენია მაგ შემთხვევაში გჭირდება რომ როდესაც უკვე მაღლა ადიხარ, თან ძრავი არ ჩაგიქროს, თან ნელა იყო და თან ძრავმაც იმუშაოს და თან ხოდი ცხონდეს რომ წახვიდე. ან ცეპლენიასაც ვყარობ ვიღაცა იგვე? ხო, იას. რა. გაჩვენო? მიდი მეტი. Nice. მივხვდი რა მომენტში უჭერს ცეპლენიას. ბალანსზე რო ადის, მაგ დროს უჭერს უკვე ცეპლენიას რომ დაარეგულიროს, მაგრამ მაგას სანამ მივხვდები. რავი, გაიდი დრო და აბა კიდე ერთხელ შევხედოთ. დამიბრუნე ხა ჩემი სათამაშო. ხო, მივხვდი. სანამ მაგას შევეჩვევი ძმა, რა სიძახი. დავედით. ნიკოლას მოცემული რჩევებით ბევრად უფრო გამიმართვიდა ვარჯიშს და უცნობდი რომ ნელ-ნელა უფრო თავდაჯერებულად ვაკეთებდი ამ ყველაფერს. სულ რამდენიმე მცდელობის შემდგომ დგებოდა უკვე ის მომენტი, როცა უახლოვდებოდი მეორე ეტაპის შესრულებასაც. გადამიქანდა ცოტა შევისვარე მგონი. აბა რეაქციები. ბიჭო, მაგრად შემეშინდა რა, რაღაც მომენტში მეგონა რომ ვარდებოდი ეს ვაფშე აღარ მახსოვდა უკან რო იყო რა. ეს რაღაცა და მეთქი არ გადმოვარდეთ ხო და რო ვიგზენი უკვე ესე იყო ბაიკი. რაღაც წამოწევა რო დაიწყო ისო ქვემოთ, ისე გაზი მივეცი და ძალიან მაგარი ემოცია მოაქვს. რაღაცას რო დაუმუღამებ რა, მაღალ ბალანსის წერტილს თუ რაღაცას არ ვიცი რასაც ახიან ბალანს პოინტი მგონი და მოკლედ ძალიან ემოციებში ვარ და ცოტა უნდა დავისვენო ხა კიდე. აბა რა ბიჭო, წავიდა კიდე მინდა ბიჭო, უფრო მეტი მინდა. დასვენებამაც კარგად იმოქმედა და ვატყობდი ბევრად გააზრებულად ვაკეთებდი უკვე ამ ყველაფერს. აღარ მიჭირდა ცხვირის სწორ წერტილამდე ატანა და ტორმუზის მოძებნა. რაც იმას ნიშნავს, რომ უკვე უნდა გადავსულიყავი მესამე ეტაპის შესრულებაზე და გამევლო 30 მეტრი.
ბიჭო. წავედით ცოტა ხანი კიდე დავასვენოთ მოტოციკლით და მეც დავისვენო და გავაგრძელოთ. ჩემი აზრით, ზედმეტად ნიჭიერი აღმოჩნდი მაგის გასაკეთებლად და რომ მეგონა რომ 5 მეტრსაც ვერ გაივლიდი. 5 მეტრსაც ვერ გაივლი. 20-იც, 30-იც და ჩემი აზრით 35 მეტრიც იყო, bro. 3 საათის გასვლამდე კი ძალიან ბევრი დროა დარჩენილი რა. საათ ნახევარი კიდე დარჩა, მაგრამ რაღაც ჩელენჯი უკვე შესრულდა რეალურად. 30 მეტრზე მეტიც გავიარე და გავათამაშებთ ერთ ვილის გაკვეთილს ერთ-ერთ გამომწერზე. ამისთვის საჭიროა რომ დაწეროთ კომენტარებში ნებისმიერი კომენტარი, თუნდაც შეფასება, თუნდაც რამდენიმე სიტყვა ან ერთი სმაილით საკმარისია და შემდეგ ვიდეოში რენდომ პრინციპით თქვენს თვალწინ შევარჩევ ერთ-ერთ კომენტარის ავტორს და გექნებათ საშუალება მოხვიდეთ და იგივე სიამოვნება მიიღოთ, რაც მე დღეს, აი მთელი დღეა ენერგიით და სიამოვნებით ვარ სავსე ისეთი აი გასართობია რომ აი სიტყვებითაც ვერ ავხწერ ეს უნდა გამოცადოთ. დღევანდელმა ჩელენჯმა წარმატებით ჩაიარა. შემიძლია ვთქვა რომ პირველი ოცნება, რომელზეც ამდენი ხანია უკვე ოცნებობდი, ავისრულე, ვისწავლე და გავაკეთე. ასევე ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ყველაფრის შესრულებაში ჩემმა მეგობრებმა, იმ ადამიანებმა, რომლებმაც დამითმეს დრო, მომცეს რჩევები, მომცეს მოტოციკლეტი სავარჯიშოდ და ასევე მამხნევებდნენ მთელი დღის განმავლობაში. ხო გითხარი, გამოგიგო მეთქი. მოტოც დაიღალა უკვე აშკარად. პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ძალიან კარგად გაართვა თავი დღევანდელ ჩელენჯს და დავალებას. და ჩელენჯი შესრულებულია, რაც ვთქვით, ყველაფერი გააკეთა. ვილიც კარგად აითვისა, ის 30 მეტრიაც ჰქონდა დაგეგმილი, იმაზე მეტიც გაიარა და ის ჩელენჯი, რაც ვთქვით, კომენტარებიდან უნდა ერთი ადამიანი, ვისაც ვაჩუქებდით ერთ გაკვეთილს, შენ ჩავარებული გაქვს მისია და შეგიძლია რომ თქვენთვის ვიშრომე რა ჩათვალეთ. ეს არის რაღაც ტოპ გამოცდილება და მართლა ყველაფერი ისე უსაფრთხოდ და საკაიფოდ თავდაჯერებულად შეძლებთ კონკრეტ გაკვეთილების სწავლას და ვილის დამოამებას. გამოიწერეთ არხი და რავი ადევნეთ თვალი ამ ადამიანის შემდეგ ექსტრემალურ გამოწვევებს მოკლედ რა ძალიან საინტერესო იქნება და წარმატებები კიდე. დღევანდელი დღე კი კიდე ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო ჩემი ოცნებების ახდენისთვის და ვფიქრობ აწი აღარაფერი აღარ გამეჩერებს. და რა იქნება შემდეგი ოცნების ახდენა, ამას შემდეგ ვიდეოში აიგებთ.